რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა ასეთი თემით, მეგობრებო. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. ვარიანტი დღეს გვექნება, მოდით სამი ვარიანტი იყოს. და ნახოთ აბა რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება თქვენს რეალობას. რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტსა და რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მესამე ვარიანტს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი აიჩიეთ თქვენთვის სასურველი. იმედი მაქვს, კარგად ჩანს სამივე ვარიანტი. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუსეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ თქვენ ახლო მომავალში და ეს არის არკანის სამსჯავრო. ეს გახლავთ უფროსი არკანი, მეგობრებო, და პირველ რიგში ისი თქვენ შემიძლია იცით გარკვეული ადამიანები, გარკვეული სიტუაციები წამოვან თქვენს რეალობაში წარსულიდან. იცით ეს როგორი მომენტია, როდესაც სამყარო გვაკვირდება, აკეთებს ანალიზს იმისას, თუ ჩვენ გავიარეთ თუ არა გარკვეული გაკვეთილები. და როდესაც ჩვენ თავადაც ვაკვირდებით საკუთარ თავს, აი მართლა გავიარეთ, მართლა გავიაზრეთ რაღაც თუ არა. ასე ვთქვათ, მასალის გადამეორების მომენტი გვაქვს აქ. ნახეთ, ჩვენ ადამიანებს სულ გვგონია ხოლმე, რომ ვართ ძალიან ჭკვიანები, რომ იგივე შეცდომას არ დავუშვებთ არასდროს, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ობდა შემდგომ ისე ვუშვებთ, როდესაც ამის საშუალება და შანსი გვეძლევა ხოლმე, ხო? ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი და ყოველი სიტუაციაც ინდივიდუალურია, მაგრამ აქ იქნება გარკვეული შეხსენებები წარსულიდან, ადამიანების სახით შეიძლება იყოს ეს მაგალითად ვიღაც ყოფილი არ ვიცი, ვახუშტი გამოვიდეს კონტაქტზე ან რაღაც ასეთი მოხდეს, ხო? პირობითად. სადაც თქვენ გეგონათ, რომ გაიარეთ გაკვეთილი, აი იქ სამყარო დაიწყებს თქვენს გადამოწმებას, რომ აი გაიარეთ თუ არა. და თქვენს გექნებათ იმის შანსი, რომ საკუთარ თავს დააკვირდეთ. მართლა ვისწავლე? მართლა გავიარე? შევძელია ამის გავლა? თუ ბოლომდე ვერა, ბოლომდე ვერა. რას ეხება აბა ეს გაკვეთილი ვნახოთ? რას ეხება პირველ რიგში? ხო, აი გრძნობებს, ემოციებს, ვიღაცისთვის ეს იქნება კონკრეტული ადამიანი, ვიღაცისთვის ეს იქნება კონკრეტული სიტუაცია გრძნობებთან დაკავშირებული, ემოციებთან დაკავშირებული, ხო? აი მაგალითად ისევ ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდებით, ისევ თუ მისცემთ თქვენს ემოციებს, თქვენი კონტროლის სურვილს, ხო? თუმცა მეგობრებო, აღსანიშნავი არის ისიც, რომ ემოციების ჩაკვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ემოციების კონტროლი არ ნიშნავს იმას, რომ ემოციებს ვკლავთ. დაიმახსოვრეთ ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ემოციებს არ ვაძლევთ ჩვენი მართვის საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენ ემოციები გული გასაგებია მოგვეცა სამყაროსგან, მაგრამ რაციონალური გონება თავი მხარზე და თავში ტვინი ტყუილად არ მოგვეცა. არა? ამიტომაც აქ იქნება ძალიან დიდი ალბათობით კონკრეტული ადამიანის გამოჩენა თქვენს რეალობაში, ან კონკრეტული სიტუაციის, ან მსგავსი სიტუაციის განმეორება. ავაგრძელოთ, მეგობრებო, კიდევ რა ცვლილებები ელოდება პირველ ვარიანტს, ახლო მომავალში, მოულოდნელად მათთვის. ფორტუნას ბორბალი, მეგობრებო, ბევრი მოულოდნელი მოვლენა მოდის. აქ თითქოს ძალიან ბევრი მოულოდნელი ციკლის დაბრუნება შემოდის თქვენს რეალობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციკლი განმეორდება თავიდან ბოლომდე, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სამყარო გავიმეორებ, გადაამოწმებს გარკვეული მასალები თქვენ მისგან, როგორ გაიარეთ და თუ წარმატებულად გაიარეთ, დამიჯერეთ, აქ ძალიან კარგი, გრანდიოზული ჯილდოები გელოდებათ, იმიტომ რომ ეს არის ფორტუნას ბორბალი. აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გაგებით დაგაჯილდოვებთ ძალიან ბევრი, ძალიან დიდი ძალით, რაღაც სასიხარულო მოვლენითაც, დიდი ალბათობით, თუ თქვენ გაკვეთილების სწორად და კარგად გაიარეთ, დამოკიდებული არის თქვენზე. ასევე აქ დიდი ალბათობით იქნება კონკრეტული ციკლის გარღვევა, არასასიამოვნო ციკლის გარღვევა.
მაგრამ თქვენზე არის დამოკიდებული პირდაპირ გეტყვით. კიდევ რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ ფინანსების კუთხით მოდის აქ ცვლილებები მეგობრებო, მაგრამ ცვლილებებთან ერთად მოდის აქ გარკვეული ცდუნებები. თუ რომელიმე თქვენგანს ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, აქ ძალიან დიდი ალბათობით თითქოს არსაიდან ან მოულოდნელი გზებიდან წამოვა დახმარება ფინანსური, გვერდში დგომა ფინანსური, მაგალითად თუ თქვენ სამსახურს ეძებდით მოულოდნელ მომენტში, მოულოდნელი გზებით იპოვით ამ სამსახურს, ან მოულოდნელად კარგ სამსახურს თქვენთვის, ხო, იმიტომ რომ არკანი ეშმაკი, ამ შემთხვევაში არკანი ურჩხული, მეტყველებს ძალიან დიდი ფინანსური ენერგიის, ძალიან დიდი ფინანსური ძალის შესახებ. ხვდებით ხომ და თან არკანი მეთქი მინერალი ციტრინი გვაქვს აქ. ციტრინი ფინანსური ენერგიის მზის მატარებელი ქვა არის. ხვდებით ხომ? აქ იქნება თქვენი შინაგანი ძალის გამოღვიძება, თქვენი ფინანსური ენერგიის დაცულობა, გაძლიერება, თქვენი ქარიზმისა და ეშხის გაძლიერება სხვათა შორის. და აქ მოულოდნელი ფინანსური ენერგიის გამოღვიძება იქნება ძალიან მოულოდნელი გზებით. მაგრამ აქ გაკვეთილების კუთხით ცოტა არასასიამოვნო მომენტებიც შეიძლება იყოს ხო, მაგრამ აი სიტყვაზე თქვა თუ თქვენ კონკრეტულ ადამიანთან გაიარეთ გაკვეთილი და იცით რომ აღარ უნდა შემოუშვოთ თქვენს რეალობაში, რას იზამთ? რა თქმა უნდა, უბრალოდ აღარ შემოუშვოთ, ხო? ამაზე დავასრულებთ მეგობრებო, პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტთან, თქვენთან რა მოულოდნელი ცვლილებები შემოდის თქვენს რეალობაში. და ეს არის არკანი ზომიერება. პირველ რიგში ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ ძალიან დიდი ალბათობით რაღაც რადიკალური მძლავრი ცვლილებები არ იქნება, პირიქით რაღაც უფრო მეტად ჰარმონიზაცია, სიწყნარე ჩანს, ხო? მაგალითად კონკრეტული სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს, ჩაწყნარდეს. პირიქით აქ ხედავ იმას, რომ მეტი ჰარმონიისკენ მიდის გარკვეული სიტუაციები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მეორე ვარიანტს ახლო მომავალში. ნახოთ აბა. არკანი ხმლების 3-იანი და არკანი თასების 7-იანი. ხო, აი, რასაც გეუბნებოდით მეგობრებო, თითქოს თქვენ ახლო წარსულში რაღაც გარკვეული ილუზიებიდან გამოხვედით, ძალიან მტკივნეულად, ზოგადად ილუზიები, რაც უფრო დიდი ხანი ცოცხლობს, რაც უფრო დიდი ხანი არის ადამიანი ილუზიებში, რაც უფრო დიდი ხანი იტყუებს თავს, მით უფრო მტკივნეული არის ხოლმე ამ ილუზიებიდან გამოსვლა და ახლო წარსულში თითქოს რაღაც მსგავსი გადაიტანეთ, ან ახლა გადიხართ რაღაც ასეთ ენერგიებს და ზუსტად ამ სიტუაციის ჩაწყნარება, დამუშავება, სწორი და ჰარმონიზაცია მოდის თქვენს რეალობაში. კიდევ დავამატოთ არკანები და რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ, ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ბოდიშით, მაგრამ ილუზიების დაშლა შეიძლება მოხდეს. რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ, გამოდიხართ გარკვეული კრიზისული ენერგიებიდან, გამოდიხართ რაღაც შფოთვებიდან. გავიმეორებ, რომ ბევრი თქვენგანისთვის არა, მაგრამ აი ზოგი თქვენგანისთვის პირიქით აი ის მომენტი იქნება, რომ მტკივნეულად მოგიწევთ ილუზიებიდან გამოსვლა, მაგრამ მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი ილუზიებს ყოველთვის ჯობია ამ ილუზიებიდან გამოსვლა. მიუხედავად ტკივილისა და ყველაფრისა, იცით რატომ? იმიტომ რომ გავიმეორებ, რაც უფრო დიდი ხანი ხართ ილუზიებში, მით უფრო უარესი არის თქვენი ფსიქიკისთვისაც, თქვენთვისაც. გასაგები არის, რომ პერიოდულად ადამიანს თქვენ წარმოიდგინეთ და სჭირდება კიდევაც რაღაც გარკვეული ილუზიები, მაგრამ გამოხვალთ თუ ახლა ხართ, გამოხვალთ. თუმცა უმეტესობასთან ჩანს, რომ ან უკვე გამოხვედით, ან ახლა გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და ცოტა მტკივნეულ ეპიზოდს გადიხართ. და აქ მოდის დახმარება, გვერდში დგომა, სხვათა შორის ადამიანებისგან, ძალიან დიდი ალბათობით მიიღებთ მენტალურ გვერდში დგომას მისგან, ვისგანაც ამას საერთოდ არ ელოდებით და ასევე აქ მოდის ჰარმონიზაცია. ახლა თქვენ გრძნობთ თავს დანგრეულად, დაქანცულად, შფოთვებში, გადაღლილად ყველანაირი ამ სიტუაციებისგან, ხო? მაგრამ ძალიან მალე თქვენ თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ, რა თქმა უნდა, თითის დაწყაპუნებით ეს ყველაფერი არ მოგვარდება, მაგრამ დაიწყებთ უფრო მეტ ჰარმონიაში შესვლას. და მიიღებთ აუცილებლად გვერდში დგომას, მიიღებთ დახმარებას. იმ გზებით, იმ ადამიანებით, ვისგანაც ამას არ ელოდებით.
გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. თქვენთან რა მოულოდნელი ცვლილებები მოდის და ხმლების ხრიანი. მეგობრებო, რატომ მოვიწყინეთ, რა ხდება თქვენს რეალობაში? ვიღაცებს აქ ხედავ ძილის პრობლემები აქვს, წოლის პრობლემები შეიძლება იყოს აქ, ხო? ან ძილის რეჟიმის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მესამე ვარიანტს ახლო მომავალში. თასების მეფე და არკანი იმპერატორი ქალი, მეგობრებო. აქ ძალიან ბევრ თქვენგანს გქონდათ დარდი, ძალიან ბევრ თქვენგანს გქონდათ ძილის პრობლემებთან ერთად ჩფოთვები, რაღაც უძილობა, ასევე იყო აქ, იცით როგორი სტრესი. ნახეთ, ძალიან გაკლდათ აღიარება, ძალიან გაკლდათ სიყვარული, ძალიან გაკლდათ ზრუნვა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. იცოდეთ, რომ ახლო მომავალში თქვენთვის მოულოდნელი ცვლილებები იქნება ის, რომ მიიღებთ გარკვეულ აღიარებას, მიიღებთ გარკვეულ სიმპათიებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ან ზოგადად ადამიანებისგან. ვიღაცისთვის აღიარება არ იყო მნიშვნელოვანი რომანტიული ასპექტით, ხო? ვიღაცისთვის აღიარება იყო მნიშვნელოვანი უფრო ან კარიერული, ან რაღაც სხვა ასპექტებით, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში აქ თქვენ მიიღებთ ძალიან ბევრ არა მხოლოდ აღიარებას, არამედ ძალიან ბევრ გვერდში დგომას. ძალიან ბევრი გვერდში დგომა მოდის აქ, ძალიან ბევრი სიმპათია. ადამიანებისგან მიიღებთ რომანტიულ სიმპათიებსაც აქ აუცილებლად მესამე ვარიანტი. ძალიან კარგი ვარიანტია მომწონს. იმედი მაქვს არ გაგვიფუჭდება ახლა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მესამე ვარიანტს. ვიღაც ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ იქნება ურთიერთობის შექმნაც კი და ნახეთ, თავისით ამოვარდა აქ ფორტუნას ბორბალი, ეს იქნება ძალიან მოულოდნელი ადამიანი ან ძალიან მოულოდნელი სიტუაცია, ძალიან მოულოდნელი გზები, უცაბედი, რასაც ქვია. აი ნახეთ თავისით როგორ ვარდება, მეგობრებო, არკანები და თან მეორე უფროსი არკანი ჩამოკიდებული კაცი. აქ თითქოს თქვენ გამოდიხართ ამ მსხვერპლის როლიდან, ამ თავდაუჯერებლობის როლიდან, როდესაც თქვენ მთელ სამყაროს, მთელ გარე სამყაროს ადანაშაულებთ ყველაფერში, აი ამ მდგომარეობიდან გამოდიხართ. სადაც თქვენ ძალიან ბევრი გაცემა გიწევთ და პირიქით ახლა მიმღების როლში გადადიხართ, განსაკუთრებით ქალბატონები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მესამე ვარიანტს. დავამატოთ ისე რომ არ ამოხდეს. არკანი კვერთხების სათიანი, დასასრული ნეგატიური სცენარისა, ნეგატიური მდგომარეობისა. როდესაც თქვენ იყავით ძალიან გადაღლილი და გადაქანცული იმით, რომ დევდით ადამიანში, ურთიერთობაში, სიტუაციებში ძალიან ბევრ ენერგიას და სანაცვლოდ არაფერს არ იღებდით. აი ამ სცენარის დასასრულს უახლოვდებით. ან უკვე ძალიან მოუახლოვდით. სულ ეს არის, მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ მესამე ვარიანტი ასეთი სასიამოვნო იყო. მე კი ამაზე თქვენ დაგემშვიდობებით. ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.